რეკლამის შემდეგ თქვენ უყურებთ მაესტროს 6-ზე. ჯარისკაცის მამა 50 წლისაა. კინოშედევრის გადაღებიდან 50 წლის იუბილედ დღეს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ეგრეთ წოდებულ უკდავთა თაღში კინორეჟისორისა და სახალხო არტისტის რეზო ჩხეიძის ხელის ანაბეჭდისა და ავტოგრაფის გახსნით აღინიშნა. ელენე კავსაძე ესწრებოდა საიუბილეო ცერემონიას, რომელიც პირდაპირ ეთერში ისაუბრებს ხელოვნების მუზეუმიდან. ელენე, გისმენთ. ხელოვნების სასახლის უკდავთა თაღში რეზო ჩხეიძის ხელის ანაბეჭდი მისივე ავტოგრაფი სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა. რეჟისორი წითელ ხალიჩაზე ანსამბლ ერისიონის სიმღერა კახური მრავალჟამიერის ფონზე გამოვიდა. დღევანდელი დღე მას კოლეგებისა და მეგობრების გარდა კულტურის მინისტრმა და მაყურებელმა მიულოცა, ხოლო ერთ-ერთმა კომპანიამ საჩუქრად ოქროს медаლი გადასცა. 88 წლის რეჟისორის მიერ განვლილ სულგზას იხსენებდნენ დღეს მისი მეგობრები და კოლეგები. თავად რეზო ჩხეიძე კი საკმაოდ გულახდილი აღმოჩნდა ჟურნალისტებთან საუბრისას და გაგვიმხილა, რომ აქვს სურვილი გადაიღოს ახალი ფილმი სტალინზე. და ერთმა კიდე მომწეს საშუალება, რომ კიდე გადავიღო ფილმი. თანაც ნუ გაგიკვირდებათ, მე ეს ფილმი მინდა მივუძღვნა სტალინს. სცენარი მაქვს მრავალსერიული, მაგრამ ჯერ არ გამომიჩენია, იმიტომ რომ ვიცი, ბევრი დაგვაფრინდება არწივები და ძალიან კაი სცენარი. მიამახება, რომ ქართველი კაცი იყო ეს, რომელმაც მსოფლიო ბედი შეცვალა. ბატონი რეზო გამოირჩევა იმით, რომ მან უმძიმესი ცხოვრება განვლო. აი როგორც 37-ში მამამისი გაიყვანეს ქუთაისში მშობლიური სახლიდან და შემდეგ უკვე დახვრიტეს და საშინელი ძიმეს ბავშვობაც ჰქონდა და ახალგაზრდობაც, ყველას უხდის სიკეთით და ლაპარაკობს მხოლოდ სიკეთეზე. რეზო ჩხეიძის ფილმი ჯარისკაცის მამა კინოეკრანებზე 1964 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე დიდ წარმატებას მიაღწია. აღებული აქვს უამრავი პრიზი, მათ შორის 1965 წელს სან-ფრანცისკოსა და სალონიკის კინოფესტივალებზე. დღეს განცხადება გააკეთა კულტურის მინისტრმა თურა მოდიშარიას თქმით, ძალიან მალე ქუთაისში გაიხსნება ჯარისკაცის მამის სახელობის მუზეუმი. ჩვენც მახსენდებით და არა რაც გზანა გაიარა ამ ფილმმა და როგორი აღიარება და როგორი სიყვარული დაიმსახურა ხალხში და მაყურებელთა რა ვიცი რეზოს მორიგი გამარჯვება იყო და ჩვენი გამარჯვებაც იყო და სანამ არსებობს ქართული კინოხელოვნება, არსებობს ის უკუდავი სახელი, რომელსაც ქვია რეზო ჩხეიძე და ამის დასტურად უკუდავთა თაღში გაიხსნა მისი ანაბეჭდი. ხელოვნების სასახლეში ანაბეჭდების გახსნის ტრადიცია საფუძველი 1 წლის წინ ჩაეყარა და ამ ეტაპზე კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას, მსახიობების ოთარ მეღვინეთუხუცესის, კახი კავსაძის და გივი ბერიკაშვილის და მომღერალ პატა ბურჭულაძის ანაბეჭდებია გახსნილი. აბობელენე პირდაპირ ეთერში ელენე კავსაძე საუბრობდა. საქართველოს გარემოსა და